ჩემი სამუშაო კაბინეტი ძირითადად აქ ვარ და ეს არის ერთ-ერთი მისაღები სტუმრების. მობრძანდით. ახლა დაგათვალიერებიებთ. მობრძანდით ეს არის კიდევ რავის ტანსაცმლის შესანახი და ასე შემდეგ. მობრძანდით. ეს არის საუკეთესო ოთახი, ამას ეძახიან საპრეზიდენტო ოთახს, ბიზნეს კლას. და არის ძალიან მაგარი და რა ვიცი, ესეთი ბევრი უნდა იყოს საქართველოში, ბევრი. რატომ უნდა იყოს ერთი, ბევრი უნდა იყოს და ზუსტად ესეთ ადგილზე. დუბაიში მაგალითად ესეთი ბევრი არის, მაგრამ ეს მე დუბაის ყველა სასტუმროში ვარ ნამყოფი, მაგრამ ეს არის მართლა აი საოცრება, რაღაც სასაული. შეხედეთ. მე მინდა ამ ადმინისტრაციას, ამ სასტუმროში დიდი მადლობა გადაუხადო, ვინაიდან ეს ადგილი თვითონ ამირჩიეს და როცა დავრეკე თბილისიდან და ვთხოვე რომ ერთი კარგი ნომერი მინდოდა იმათმა ესე მითხრეს ადმინისტრაციამ, რომ ჩვენ შენთვის ადგილი გვაქვს, თავარია შენ მოხვიდე, მოვედი და ზუსტად ეს ადგილი დამახვედრეს. აი უყურე, რისთვისაც მე მოვედი, ახლა გეტყვით, მაგრამ ზუსტად ეს ადგილი მჭირდებოდა, რომ ის საქმე გამეკეთებია, რასაც დამემთავრებია, რასაც მე ვაკეთებ და წამობრძანდით. ეს არის სველი წერტილები ბიზნეს კლასის, რა ვიცი. წამობრძანდით. მობრძანდით და კალბატონო ანი დაბრძანდით და ახლა მე მინდა იმ ადამიანს, ვისაც პატივს ვცემ, ვინც მცემს პატივს და მე აღფრთოვანებული ვარ საქართველოს მოსახლეობის, იმდენად კარგი ქვეყანა ვართ და იმდენად კარგი ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში, მე ვერ წარმომიდგენია რატო ხდება ესეთი პრობლემები. მოდი ახლა აჭარაში ვართ, მე და ანი აჭარაში ვართ და წარმოიდგინე რა სითბო და რა სიყვარული მივიღე ამ ადამიანებისგან და აჭარლებ მთელ საქართველოს დიდ მადლობას ვუხდი და კიდევ დღეს განსაკუთრებით აჭარლებს და განსაკუთრებით ამ სასტუმროს მეპატრონეებს.